ეს ცოტა უკარო მიწიო. აი ეს იმიტომ რომ აქ წირო დავდო. ეს თქვენი დავიწყო ხო? მე ვარ გურამი გუთნიაშვილი, დევნილი ცხინვალიდან. 1991 წელს კონფლიქტი რომ მოხდა ცხინვალში, გამოგვასახლეს იქიდან და შემდეგ საქართველოს მთავრობა მაშინ იყო ბატონი ზვიად გამსახურდია იყო შეგვასახლა სასტუმრო აფხაზეთში. და ჩვენ სასტუმრო აფხაზეთში რო ცხოვრობდით, ქონდა დამისამართება ქონდა დროებითი საცხოვრებელი, ესე იგი მარჯზომიერი ფლობელები ვიყავით. შემდეგ სააკაშვილის მართლობის დროს 2011 წლის 15 აგვისტოს გამოგვასახლეს უკანონოდ. და აი ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დასკვნა დადო. აი დასკვნითი ნაწილი ეს ბოლო ნაწილია. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების სასტუმრო აფხაზეთიდან 2011 წლის აგვისტოში დევნილთა გამოსახლების დროს ადგილი ჰქონდა დევნილთა ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. კერძოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების პირთა და განსახლების და ტოლვილთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი. იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებელ უზრუნველყოფის მიზნის შენობების გამოთავისუფლების დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციის პროცედურისა და საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 24 მაისის ნომერ 757 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები. ფაქტიურად სისტემამ დაარღვია ეს ყველაფერი და თან კიდე დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული პრემიერმა განკარგულება სადაც გაამართლა. ესე იგი თუ სააკაშვილი დამნაშავე იყო, ეს რა დამნაშავე არ არის? სისხლის სამართლის დამნაშავე გაამართლა. დანაშაული გაამართლა და ეხლა ამის განხილვას დავიწყებ. აი ჯერ ავიღოთ კანონი. ეს არის მუხლი მეხუთე დევნილების შესახებ კანონი. დევნილის უფლებები და მათი უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე. აი მეოთხე ნაწილია. საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავების წყდება სასამართლო წესით. ამასთან საქართველოს შესაბამის საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება. ეს ა და ბ გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფაქტი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები. აი პირდაპირ კანონი ეუბნება, რომ უფლება არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს პარლამენტმა მიიღო. ჯერ განახვევთ კიდე რეები აქვს ჩადენილი, სასწაულები აქვს გაკეთებული. და ეხლა საქართველოს მთავრობის განკარგულება, ეს არის 403 განკარგულება 2009-2000 წლის იძულებით გადაპირთა დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ და განკარგულებაში 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმის დროს მიღებული ეს 13 ივნის ნომერ 1162 განკარგულება, რომელიც სააკაშვილის დროს მიიღოს მმართველობის დროს. ივანიშვილის მმართველობის დროს ნახეთ ნომერ 483 2013 წლის 23 მაისი ქალაქი თბილისი. აი ეს განკარგულება დამატება გააკეთეს და განახოთ უბრალოდ რა დამატება გააკეთეს და რის საფუძველზე მეუბნებიან ესენი. ესე იგი, სამოქმედო გეგმა 2.1 ქვეპუნქტის დაემატა მე-7 აბზაცი. დევნილი ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ დევნის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვს საცხოვრებელ ფართი ან საცხოვრებელ ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია ჩაითვლებია როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიან საცხოვრებელ უზრუნველყოფით ფარგლებში დაკმაყოფილებული მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. და ეხლა წაგიკითხავთ მე-6 აბზაცში რა წერია. აი ეს არის ძალიან საინტერესო. დევნილებს, რომელთაც ესაჭიროება მუდმივი საცხოვრებელი დაკმაყოფილების შესაბამის პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა, ან უარი განაცხადონ შეთავაზება. ეს არის დევნილის უფლება და კოლექტიურ ცენტრებში, ეხლა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილს უფლება აქვს იცხოვროს კანონის დადგენილი წესით დაკავებული ფართებში, რჩება ხელშეუხებელი კოლექტიური ცენტრის პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად. ვიდრე დევნილი არ განაცხადეს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე. პირდაპირ უწერიათ. ესე იგი, დევნილის იმხელა უფლება აქვს, მე რომ
კოლექტიურ ცენტრის, ისე დამისამართება ვისაც აქვს. დამისამართება ვისაც აქვს ჩვენი ნების გარეშე გამოსვლის უფლება არ აქვს და საერთაშორისო იმითიც რაც დაარღვიეს. ხო, დანარჩენს კიდე განახოთ, ეს იძულებით გადააპირთა გრძელვადიან საცხოვრებელ უზრუნველყოფის ბიზნესის შენობების გამოთავისუფლების, დევნილთა სხვა საცხოვრებლის გადაყვანის სტანდარტული ოპერაციის პროცედურა SOP. აი აქ პოლიციას რომ მიმართავს თქვათ, ვიღაცამ ინვესტორი, ხო, მესაკუთრე. პოლიციას რომ მიმართავს, პოლიცია წერილს აგზავნის დევნილთა სამინისტროში. დევნილთა სამინისტრომ თუ არ მისცა ნებართვა, არა აქვს უფლება და აი ნახეთ ახლა კოლექტიური ცენტრის სტატუსით მქონე შენობები. სამინისტრო ზოგადად უარს აცხადებს გასცეს შენობის გამოთავისუფლების ნებართვა და ამის შესახებ ინფორმაცია საწვდის პოლიციას. თუმცა სამინისტრო დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად შესაძლოა გასცეს ნებართვა შენობის გამოთავისუფლების შემდეგი გარემოებების შემთხვევაში. 4 გარემოება. A. არსებობს კოლექტიური ცენტრის დანგრევის საშიშროება და ამ შენობაში არსებული პირობების სხვაგან საფრთხეს უქმნის იქ ცხოვრების ჯანმრთელობას. B. შენობა სახელმწიფო მიზნების მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. G. შენობის ტიპიდან შეუძლებელია მისი გადაკეთება გრძელვადიან საცხოვრებელ ყოფილ საწარმოდ და სხვა. და ჩვენ შემთხვევაში D. თუ კერძო ინვესტორმა შეისყიდა შენობა და აქვს წერილობითი შეთანხმება შენობაში მცხოვრებ დევნილებთან ფულადი კომპენსაციის ალტერნატიულ საცხოვრებელ უზრუნველყოფის თაობაზე დევნილების შესახებ კანონის მე-5 მუხლი მე-4 ანაწილის მიხედვით. დევნილთან იდებაში აი რაც მე წაგიკითხეთ ეს კანონი. ეს არ მომხდარა და გეტყვით ეხლა ბრძანება როდის არის გაცემული არ გაინტერესებს ეს ყველაფერი სახალხო დამცველმა მოიპოვა. აი ეს გაუგზავნეს და ნებართვა მისცეს და რამხელა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს გეტყვით. თვითონ პოლიციას როეუბნება 2011 წლის 12 აგვისტო. გასცა ნებართვა, როცა მე ხელშეკრულებაზე ხელი მაქვს მოწერილი 19-ში, როცა უკვე 4-5 დღის გამოგდებული ვარ სასტუმროდან. და ეხლა წაგიკითხავთ, სამინისტრო მონაცემის ბაზის მიხედვით წარმოადგენს სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით წარმოადგენს იძულებულ გადააპირთა დევნილთა კომპაქტურ გასახლების ობიექტს. პირდაპირ ეუბნება. შენობაში ფაქტიურად მაცხოვრებელ პირებს მესაკუთრის მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების ანათვლად შეეთავაზათ ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა და არ გაინტერესებს რითი როგორ შემოგთავაზე ეს. აი ამას აგულისხმობენ. რომელსაც არც სარეგისტრაციო ნომერი აქვს და არც აქ რაიდო აქ პირდაპირ წერია თუ თქვენ შემოგთავაზებენ ან $10,000 უნდა იყოს ან რუსთავში მაშინ იყო კარკასი ან იმ კარკასში უნდა წასულიყავით თუ ამასო თქვენ 10 დღეში არ გააკეთებთო 15-შიო შემოვაო პოლიციაო და გამოგყრეთო აი ამას ეძახიან ინფორმირებას რა თქმა უნდა სასამართლოში იყო შეტანული საერთო ის შეიტანეს და სასამართლომ როგორც ყოველთვის განჩინებაზე უარი თქვა ეს მტკიცებულებად ვერ მიიღო ხო იმიტომ რომ აქ სარეგისტრაციო ნომერი არ აქვს არაფერი არ აქვს კიდე მანდ კიდე სხვა რაღაცები 5 დღეში შეიძლებოდა იმის გასაჩივრება მაგრამ არ გააკეთეს აი ახლა განავხვით ახლა კიდე წაგიკითხოთ ამ ადამიანებმა 12-ში გასცეს ნებართვა როცა თითო ეგზემპლარი აბსოლუტურად ყველა დევნილთან უნდა ქონოდა ველაჯიოსი ხელმოწერილი ისე გასცა ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება ეხლა ნახეთ აღნიშნული შენობის დევნილთან ფლობელობიდან გამოთხოვის მიზანშეწონილობის თაობაზე მსჯელობის დროს ესე იგი კანონი ადგენს პარლამენტმა მიიღო კანონი და ამათ უფლება არ აქვს რომ ფლობელობიდან ჩვენ ვიყავით მარჯზომიელი ფლობელები ჩვენ ფლობელობაში იყო მანამდე სანამ ის ტერიტორიები არ დაბრუნდებოდა და ეს ტერიტორია არ დაბრუნდა და ესენი მსჯელობენ კანონზე მაღლადგებიან ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაული 332 მუხლი და ერთი კაცი კი არა ჩვენს მიერ გათვალისწინებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი პრინციპები რომლებიც არეგულირებს კერძო საკუთრების დამოკიდებულებას დევნილთა უფლებებს აი აქაც კიდე დანაშაული ჩაიდინეს გააყალბეს ყველაფერი და ეხლა ყველაზე საინტერესო რა არის ნებართვა რატო გაზეთ თქვენს წერილს მითითებული შენობაში მაცხოვრებელ პირთა მიმართ უძრავნი ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აკვრეთის ღონისძიების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და პოლიციის სამინისტროს მიაჩნია მიზანშეწონილიო ეს ადამიანები სუბელიანთან ერთად არიან დასაჭერები და ეს დარახველიძეც არის მისაყოლებელი ბატონი დარახველიძე არა ეხლავე აი ეს უნდა წაგიკითხოთ კიდე აი 757 ბრძანებული აი პირდაპირ წერია უბრალოდ და მე უკვე გადავალ
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტოლითა და იძულებით გადავა პირთა დევნილთა მიმართ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშის აკეთების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიულ იძულებით გადავა პირთა განსაცდელის ტოლითა სამინისტროსთან შეთანხმებით აღნიშნულ შემთხვევაში წერილობით ფორმით მიღებამდე უნდა შეჩერდეს საკუთრებაში არსებული ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშის აკეთების ღონისძიებების აღსრულება. ესე პოლიციას უფლება არ აქვს. და აქ არის შეწყვეტა ბოლო არის მერვე მუხლი. აი ეს საინტერესოა. პოლიცია რა დროს უნდა შეწყვიტოს. საკუთრებაში ეს არის მერვე მუხლი. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშის აკეთების ღონისძიების შეწყვეტის საფუძველია. აღკვეთის ღონისძიების დაასრულებამდე უძრავ ნივთზე საკუთრების მარჯვენიანი მფლობელობის ან და სარგებლობის უფლებით დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და ჩვენ შემთხვევაში იყო დევნილის მოწყობა, სადაც დამისამართება ჰქონდა. აი ყველაფერი დაარღვიეს, სისტემური დანაშაული იყო. ამ მუხლის პირველი მუხტი გათვალისწინებელ რომელიმე დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში განცხადებელს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეცნობება უარყოფითი პასუხი, ამ შემთხვევაში ველაჯიოს. კი ბატონო. სისტემურ დანაშაულთან. კი. კომპენსაცია ავიღე ხოლმე უკვე გამოგდების შემდეგ. გეტყვით ახლა $10,000 იყო, ვიყავით 5 სული, ინვალიდი დედა მყავს მეორე ჯგუფის და იქ სასტუმრო აფხაზეთში მარტო არაერთი და რამდენიმე ძალიან ბევრი დევნილები იყვნენ და მარტო ხელამოხუცები იყვნენ. 15 კვადრატული მეტრი ეკუთვნის ერთ დევნილს. 75 კვადრატული მეტრი გვეკუთვნოდა ჩვენ. $10,000. თბილისზე არა მაგ ლაპარაკი. გარეუბნებში 75 კვადრატული მეტრის ფარს თუ იყიდის ადამიანი. $10,000. კი, უკვე გამოგდების შემდეგ. კი, უკვე გამოგდების შემდეგ. რუსთავში რომ მოვითხოვე ბინა, იქნებ რუსთავში გამიშვათ მეთქი. უარი მითხრეს. დაჟე დედა ჩემი რო გაიგეს რომ ინვალიდი იყო. საერთოდ არ გეკუთვნის ეგრე მითხრეს. 5 სული ვარ. ჩემი და ჩემი დიშვილები. კი ბატონო. ქირითა ვარ, ხო რომ გადარჩენილი იყავით. იმიტომ რომ მე არ მინდოდა იქიდან გამოსვლა და მე კანონი მაძლევდა მაგის უფლებას. ინვესტორი საერთოდ არ შემოვიდა. გამომაგდეს. აი ახლა დღეს რას ვითხოვ? დღეს სასამართლოში მაქვს საქმე, სასამართლოში მაქვს ეს რაც მასალები მაქვს, დამატებით კიცებულება წარვადგინე. ჩატარდა 2 ჟურნალისტური გამოძიება ერთი გრიფის გარეშე, სადაც დარახველიძე პირდაპირ აღიარებს რაც ჩაიდინეს. წინა ხელისუფლება, მაგრამ წაგიკითხავთ ამ ამოწერილი მაქვს. აი კაცი რომ ამას იტყვის პირდაპირ. პირდაპირ ეს ადამიანი აღიარებს დარახველიძე ის რომ ხელშეკრულებები უფრო გვიან გაფორმდა ვიდრე მოქმედება ჩატარდა და გამოსახლების აქტი შედგა ეს ერთ-ერთი ნიშანია მათი უფლებების დარღვევისა. იმიტომ რომ ისინი ჯერ გამოასახლეს და მერე მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი, ანუ მათ არანაირი თავის ხარეზე ბერკეტი იმისა, რომ თავის პირობების დაეყენებინა და თავის უფლებები დაეცოთ არ ქონდა. პირდაპირ იძახეს 5 მაისს ეს ადამიანი. და ეხლა რას მიწევს, არ გაინტერესებს? აი განკარგულებაში აქ მაქვს ოქმიც ამაქვს. კი, აი მე-7-ის აბზაცი რო იყო და აქ რას ამწერს, იცით? ამ ადამიანებმა აი გაზეთიც ამაქვს. განახოთ გაზეთს. აი გაზეთში ეს არის რეზონანსმა დაბეჭდა გეტყვით როდის არის 2013 ივნისი. სადაც დევნილთა სამინისტრო წერს რომ მიდის ინდივიდუალური მოკვლევა თურმე სასტუმრო აფხაზეთის თაობაზე. აი ხა მე თქვენ განახოთ. კი როგორ არ არის? როგორ არ არის? ეხლა ისინი არჩივიან უბრალოდ. რამდენიმე ადამიანი ვჩინე. კი, სასამართლოში და ეხლა გეტყვით რატომ? აი ეხლა მე გეტყვით. მე ვიყავი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. სოციალურ დახმარებას ვიღებდი. და დევნილთა სამინისტრო სასამართლოში რომ მქონდა საქმე.
პირველი მოსმენის დროს და მეორე უკვე სანამ მეორე მოსმენა მოხდებოდა, დევნილთა სტატუსი შემიწყვიტა. მარტო მე კი არა, მე დედაჩემს, ემჯიშვილებს, აი აქ მაქვს რომ რეგისტრაცია რო გავიარე, აი. რატო? მე მაგას დევნად იმას ავთვლი. საარსებო წყარო გადამიკეტეს. და აი პირდაპირ წაიკითხავთ ეს ინფორმაცია მე ჯანდაცვის სოციალური შრომის დაცვის სამინისტროდან მივიღე. აი პირდაპირ წერია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილ პირთა განსახლებისა და ტოლთა სამინისტროდან შემოსული ინფორმაციის თანახმად 2014 წლის თებერვლის თვეში დეკლარაციის დაფიქსირებულ ოჯახს წევრებს შეგიჩერდათ იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სტატუსი. აი ბატონო, დაგიტოვთ ამ იმას მასალებს, ეს რამდენიმე ეგზემპლარია. აღმიდგინეს, ერთ-ერთ მოხელეს დაურეკე და უთხარი, მეთქი დევნა დაიწყეთ, მეთქი რახან სასამართლოში მაქვს მეთქი? იმ საარსებო წყაროს მიკეტავთ მეთქი? რა თქმა უნდა, ეხლა მე კანონს აგიკითხავთ, აი ეს ეხლა დღევანდელ დღეს მოქმედი კანონი. ეგ უკვე ღმერთმა იცის მე. საქალაქოშია რა თქმა უნდა. ეხლა გეტყვით, მუხლი მე-6 1-4 ჯერ დამიბრუნეს იქიდან, პოლიციით როგორც ხდება. ვიღაცას რაღაცა თქვა თან ძიმე ანის როგორც ხდება რა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს წარმოება დაიწყო, მიიღეს. ორი სხდომა მქონდა უკვე, ერთი სხდომა გახსნა იყო, მეორეზე დამატებითი მტკიცებულებები წარვადგინე. კი ბატონო, მე სასამართლო პროცესი გადაიდო, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ მოვიდა დროზე, დაიგვიანეს დევნილთა სამინისტრომ და როგორ არ ვიცი, 7 აპრილს უნდა იყოს. კი ბატონო, კი. და ეხლა რატო შემიჩერეს ეს დევნილის სტატუსი? დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები. პირველი ნაწილი, პირის დევნილის სტატუსი შეუწყდება თუ პირის დევნილის სტატუსი შეუწყდება თუ მას პირდაპირი განცხადებით მოეხსნა დევნილის სტატუსი, მას პირადი განცხადებით მოეხსნა დევნილის სტატუსი, პირადი განცხადებით. რაც არ გამიკეთებია. დევნილის მუდმივი საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ან კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნულ მიზეზების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღდგა საქართველოს იურისდიქცია. ეგეც არ მოხდა, რაც ხინვალი არ დაბრუნებულა. მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად. იგი გარდაიცვალა, არც გარდავიცვალე, არც უგზო-უკლოდ თავარ დაკარგული, არც ის ტერიტორია დაბრუნდა, ან პირადი განცხადება არ გამიკეთებია. მოქალაქეობა შემიწყვიტეს. ეგეც არ შემიწყვიტეს. აი ხო კიდე ცოტა 1-15 წუთი თუ გექნებათ. გეტყვით. ეხლა განკარგულებაში რას წერენ და მე რა დოკუმენტები მომცეს. აი ოქმი შედგა 2013 წლის 9 ივლისს. აი ოქში პირდაპირ არის ჩაწერილი 9 ივლისს რო შედგა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებ პირთა განსახმელი ტოლთა მინისტრმა 2013 წლის 5 მაისს გადაცემაში გრიფის გარეშე გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ დროს მართლა ქონდა ადგილი დევნილ უფლებების დარღვევას და იმავდროულად აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ამ გარემოების შესწავლა. და განკარგულებაში უკვე 2014 წელს რას წერენ, არ გაინტერესებთ? ეს განაკვეთ. რაც შეეხება სამინისტროში მიმდინარე მოკვლევას, აღნიშნული ეხება მხოლოდ იმ დევნილებს, რომლებმაც უარი განაცხადეს როგორც საკომპენსაციო თანხმის მიღებაზე, ასევე საცხოვრებელ ფარდზე, რომელიც იმ დროს იქნა შეთავაზებული სამინისტროს მიერ და არა იმ დევნილებზე, რომლებმაც მიიღეს საკომპენსაციო თანხები ან საცხოვრებელებინები. ესე იგი 4 კაცის გულისთვის არისო, გაზეთში დაწერეს. მე პირადად განცხადებები გამომიგზავნეს. აი ახლა განახვდით. აი განცხადება რო გავაგზავნე. ეს განცხადება არის გაგზავნილი და პასუხი მივიღე 19.07.2013 წელი. ეს ხო ივლისში მოხდა, მე-7 თვეა. ივლისში 9-ში მოხდა და ოქში პირდაპირ ჩაწერეს. აი ოქში ჩაიწერა. პირდაპირ ჩაწერეს. რაც შეეხება სამინისტროში მიმდინარე მოკვლევას, რაც წეგანავ თქვი, იმ დევნილებზეო და მე რას ვწერენ ახლა.
განცხადების აი თქვენი 08-07-2013 წლის განცხადების პასუხად გაცნობენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით გადაადგილ პირთა განსახლების პოლიციას სამინისტროს სასტუმრო აფხაზეთის საკითხთან დაკავშირების არ არის შექმნილი კომისია. ამ საკითხს სამინისტროს სწავლობს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მუშა ჯგუფი. ზემო აღნიშნულ გამო არ არსებობს სასტუმრო აფხაზეთზე გამოსახლების დევნილთა დაკმაყოფილების კრიტერიუმის მუშა ჯგუფის მიერ ამ საკითხის შესწავლის დასრულებამდე. თქვენ წარმოიდგინეთ, ესენი მწერენ, რომ შესწავლა მიდისო კიდე მათყვილებენ. რატო არ მწერენ, რომ თქვენ მიმართ მიდის? ესენი აქ ოკფში და განკარგულებაში იწერება, რომ თურმე 4 კაცის გულისთვის მიდის, რომელმაც საერთოდ არა იყო და მე ეს მიგზავნიან. ამასთან ერთად მე მაგ სახალხო დამცველის, ისა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადაც, აი გეტყვით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ნონა ქურდოვანიძე, ეგეთი იურისტია, გაუგზავნა დევნილთა სამინისტროს და მოითხოვა დევნილთა სამინისტროდან, რომ გამოეგზავნათ რა კრიტერიუმები დადგინდა და ნახე როდის არის 26/06/2013 საკოპესად თანხების განსაზღვრა ძირითადი კრიტერიუმები გახდათ ოჯახების სულადობის მიხედვით და ამ დროს მე მწერე რომ კრიტერიუმები არ არისო დადგენილი და 19/07/2013-ია. აი უკვე რამხელა ის არის, აი ნახეთ სულადობის მიხედვით ეხლა სახელები და გვარები მე ზეპირად ვიცი, მაგრამ ამას არ ვიტყვი, იმიტომ პერსონალური მონაცემებია 30,000. კი ბატონო, კი აი დოკუმენტები. ნონა ქურდოვანიძე სხვათა შორის 17/07/2013 წელს კავკასიაზე გამოვიდა და აი ეს სხვადასხვა მონაცემები ჩანაწერი დევნილების შესახებ რო ისაქმნა, ეს გადაცემა გააკეთეს, იქ გაჟღერდა. ასე რომ რისი თქმა მინდა, არის ჩვენებითი აქ სახელები და კვარები წაშლილია, იმიტომ ეს არის პერსონალური მონაცემები და ვერ მომცემდნენ, მაგრამ მე ხო ვიცი ახლა ვინ არიან და რა არიან. კი ბატონო, კი ბატონო, მიიღეს. კი ბატონო. მიიღეს. ასევე განსხვავება. თითქმის ერთი თვია განსხვავება. ეს ხო დაცინვაა, ცინიზმია. ეხლა არ გაინტერესებთ კიდე რა ხდება. ამათ რაც ისაქნეს ადმინისტრაციის საჩივრის შესწავლის ადმინისტრაციის წარმოების მასალების სრულყოფილად გამოკვლევის და მხარეთ ახსნა განმარტების მოსმენის შედეგად მიჩნეულ იქნა რომ გურამ და ჩემი ოჯახი არ უნდა დაკმაყოფილი იყოს შემდეგი გარემოებების გამო. და ეს მეშვიდე ის არის მოყვანილია მეშვიდე აბზაცის მიხედვით რომ დევნილები რომლებიც დაკმაყოფილებული არ არიან ის ისინი აღარ უნდა დაკმაყოფილდნენ. ეხლა ხოლო ორი როგორ ხო, არ უნდა დაკმაყოფილდნენ, მაგრამ აქ დაკმაყოფილებაზე კი არ არის. აქ დანაშაულზია. უკანონო გამოყრა მოხდა. პირდაპირ აი უხეში ძალით ის სახალხო დამცველის დასკვნა წავიკითხე წერან და უკანონო გამოყრა მოხდა და ხოლოდ აი 413 განკარგულებაში აი ახლა 2.1.11 პუნქტის მიხედვით ალტერნატივები მოიცავდა იმ კერძო ინვესტორის მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტ პრივატიზებას, რომლებიც დევნილებს შესთავაზებდნენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს კერძო საკუთრებაში. ამ ფულად დახმარების გაწევას კომპენსაციის მიცემა საცხოვრების შესაძენად, რა დროსაც პროცესი განხორციელდებოდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით, სამინისტროს სრული ჩართულობით, ხოლო რათა დევნილი დაცული ყოფილიყვნენ, უკანონო გამოსახლებისა უზრუნო ყოფილიყო მათ მიერ ადეკვატური კომპენსაციის მიღება კერძო მესაკუთრისაგან. და რას წერენ? გასათვალისწინებელიაო, რომ სწორედ ხსენებული პროცედურები განხორციელდა განსახილველ შემთხვევაში. ამას წერს ივანიშვილი და ხელსაწერს ივანიშვილის იურიდიული დეპარტამენტი. ქალბატონი სოფიო სიჭინავა და დივანი იყო, მაშინ ჩემ იმაზე მოსმენა რო შედგა ფიქრია ზირაკიშვილი. რომელთანაც 35 წუთის განმავლობაში სუამტკიცებდი. გრიფის გარეშეში პირდაპირ აღიარებს დარახველიძემ, რაც მოხდა ჩვენს მიმართ. წინა ხელისუფლების დროს და ამათ გაამართლეს სააკაშვილის რეჟიმის ჩადენის სისხლის სამართლის დანაშაული გაამართლეს და აი ეს რო განახვეთ აი ეს 12-ია გაცემული ნებართვა როცა ხელმოწერა მაგ 19-ში რა უფლებით გასცეს ნებართვა პოლიციაზე აი რაშია სწორე მოიქცნენ ნახე რა სიძახის ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი აი ხო განახვეთ კიდე ერთი საინტერესოა ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ აი ეს ბოლოს უკვე
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვერ იქნა გაზიარებული ადმინისტრაციის საჭირო ატორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა მათ მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, ვინაიდან აღნიშნულ დამადასტურებულ მტკიცებული ადმინისტრაციის წარმოების პერიოდში წარმოდგენილი ვერ იქნაო. წარმოდგენილი ვერ იქნაო. სახალხო დამცველის დასკვნა ნახეთ, ხო? და წარმოდგენილი ვერ, ეხლა ყველაზე საინტერესო მე რა იყო, არ გაინტერესე? აი ამ ეს კაცი საერთოდ სასწაულია. ყველაზე საინტერესო. ცხელხაში ტელეკომპანია კავკასიაზე 13 ნოემბერს 2013 წლის გავიდა ბატონი დავით დარახველიძეს ინტერვიუ. და ეს ადამიანი რას იძახის, აი უბრალოდ სასწაულს იძახის. არსებობს ვინმე კვარაცხელია, სახელს არ ვიტყვი, რომელმაც დარახველიძის სიტყვებია, რომელმაც 75 დევნილისაგან სხვადასხვა დროს ააგროვა 5,000 დოლარი შეპირდა ბინებს. წამყვანი ეკითხება, ეგ თქვენ მინისტრობის დროს? არა, პასუხობს დარახველიძე. და შეიძლება ახლაც აგროებს. არ ვიცი, მე არ მაქვს უბრალოდ ინფორმაცია, მაგრამ ეხლა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ რაც მათ დაემართა, რა თქმა უნდა, ვერ მისცა, მერე შეიცვალა ხელისუფლება და ეს ციხეში არ ზის დღემდე. ის პირდება, ვექსილებს აძლევს მათ, დაგიბრუნებთ. ეს დევნილებიც არ უჩივიან. ის რომ ციხეში ჩასვან, მერე ვინ დაუბრუნებთ იმ თავის 5,000 დოლარს და ისიც აგზელებს თავის ხორებას ბედნიერად. აი აქ დააკვირდით ყველაზე, მაგრამ ისა ყურადღება მიაქცია. არ ვიცი, საბოლოო ჯამში როგორ გაისტუმრებს ამ ვალდებულებას. ეს არის სამოხელეო დანაშაული, ქრთამის ახლება, 328 მუხლი, ეს არის ძიმე და განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულებში გადის. იმიტომ რომ პირველ მუხში პირველ ნაწილში, ესე იგი 6-დან 9 წლამდე ეკუთვნის და ამან ერთხელ კი არა იყო, რამდენჯერმე აიღო. და ამას ეს ადამიანი ამას ეძახის ვალდებულებას. არ ვიცი საბოლოო ჯამში როგორ გაისტუმრებს ამ ეს არის კრიმინალური აზროვნება, მეტი კი არა. ეს ადამიანი კრიმინალურად აზროვნებს. ანუ ეს უწყება 1 წლის წინ იყო სრულიად კორუმპირებული. და ეხლა განახოთ საჯარო მოხელის შესახებ. აი აქ არის წიგნი, აქ არის მუხლი. აი ბატონო 73 მგონი მე-5 პრიმა მუხლია, 73 მუხლი, ქცევის ზოგადი წესები კორუფციული სამართალდალღების თავიდან ასაცილებლად. და მე-4 ნაწილი, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზის სამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან. და ბ თუ არ ყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. ეხლა მე-5 ნაწილში ზემდგომი თანამდებობის პირის ვალდებულია. დარახველიძე აი რაშია ვალდებული. ამ მუხლის მე-4 პუნქტის, აქვე პუნქტის გათვალისწინების შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღო შესაბამის ზომები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აცნობს სამართალდამცავ ორგანოებს. და ეს ადამიანი გამოდის ტელევიზორში და ნახე, ვალდებულებას ეძახის დანაშაულს. რას ვითხოვ და სამართლიანობის აღდგენას ვითხოვ? რას ვითხოვ? სასამართლოში მაქვს მე. უბრალოდ მე ამათ ვამხელ. სააკაშვილიზე რო იძახიან, სააკაშვილს მე 2004 წლიდან ვერ ვიტან. რაც ეგენი ეკლესიაში შევარდნენ და იქ ეკლესია და იქიდან ამ ხალხს ვერ ვიტან მე ნაციონალებს. მაგრამ ნაციონალური ოცნება რო გახდა ეს სუყელანი და ჩვენ კისერზე და ჩვენზე რო იტყვიან, როგორ ვთქვა, ესე იგი ჩვენ გამწარებას რო ფიქრობენ ერთიც და მეორეც. მე პირდაპირ გეტყვით, დეპუტატები ქალბატონი ეკა ბესელია, მაშინ ჩვენ რო გვასახლებდნენ, იქ იყვნენ ბატონი სოსო ვახტანგაშვილი. იქ მაშინ დეპუტატები არ იყვნენ, უბრალოდ გვეხმარებოდნენ. ეს ადამიანება ხუთიანზე იციან, დააყენონ სუბელიანის პასუხისგებლობა. მე ეს დამატებითი მტკიცებულებები სასამართლოშიც გაგზავნილი მაქვს, დევნილთა სამინისტროში და მთავრობის კანცელარიაში. და მარგველაშვილი, მე გეტყვით 24 ოქტომბერს 6-ის ნახევარზე მე ობიექტივში გამოვედი, სადაც პირდაპირ თქვი და კავკასიის ეთერში იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მომავალი პრეზიდენტი, დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ჯერ ხო არც ერთი SMS-ი არ გავიდა იქ სასტუმრო აფხაზეთზე. პირადად მეც რაც გავგზავნე და იმ ადამიანებმა მის გაგზავნე. მგონი ის გადაცემა საერთოდ არის ამოღებული, ვერ ვიპოვე. და მარგველაშვილი რას იძახდა ბატონი პრეზიდენტი, იცით? აი პირდაპირ მიმართა ბატონო პრეზიდენტო. საუკეთესო მინისტრი მყავს. დარახველიძეზე იძახა. კაცმა პირდაპირ ვიძახი.
კაცმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულის დაფარვა 5 მაისს ამან იცოდა რაც ხდებოდა და ნახე რა მომწერეს არ გეკუთვნის ყველაფერი ისე მოხდა რომ დანაშაულის დაფარვა თანამდებობის ბოროტად გამოყენება ეხლაც ვალდებულებას ეძახის ეს ადამიანი დანაშაულის ეხლა დანარჩენი გავაგრძელოთ კიდე რაც შეეხება რეგისტრაციას აი ეხლა რეგისტრაციაზეა კიდე სასწაული რაც შეეხება რეგისტრაციას ხო აი ეხლა რომ რეგისტრაცია გააკეთა მაშინ 2007 კორუფციული სქემა გაშიფრა ამ ადამიანმა კორუფციული სქემა რაც შეეხება რეგისტრაციას არსებობს წინა რეგისტრაციაზე 2007 წელს ასეთი ინფორმაცია აი საზღვარგარეთ ყოფი დევნილები რომელიც ჩამოვიდნენ და რეგისტრირდნენ მან მოიცა ასეთი ინფორმაცია ამ საზღვარგარეთ ყოფი დევნილი რომ ჩამოვიდეს და დარეგისტრირდეს მან გზის ხარჯები უნდა ანაზღაუროს ხოლო თუ რუსეთიდან მოდის მინიმუმ $1500 არის საჭირო ამ დროს ის უკავშირდება სამინისტროს თანამშრომლებს რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ბაზაზე და შეუძლიათ ეს ოპერაცია განახორციელონ და უგზავნის იქიდან $500 თქვათ სიტყვაზე ან $700 500 იმიტომ რომ ასე იყო ეს ამბავი ეხლა ვინც მისმეს ვინც დღეს წამყვანი ვისაც მიყავდა სტავკა იყო დარახველიძე დიახ დღესაც მუშაობს ამ სამინისტროში და დღესაც მუშაობს ამ სამინისტროში ასეთი გაკეთებული აქვს უნდა მიხვდეს რომ მე ეს ინფორმაცია მაქვს და ზოგიერთი გვარი და სახელი ვიციო ეს უბრალოდ შეგიძლია დისკს დაგიტოვებ და მოусმინოთ უბრალოდ აბა რა არის ეს კანონი სხვა რამეს ეუბნება და კრიმინალები აფარებენ ერთმანეთს ხელს კანონი სხვა რამეს ეუბნება ამ ადამიანს უბრალოდ მე არ ეხლა ამას მოусმინეთ ძალიან მაგ უბრალოდ მე არ მაქვს დამადასტურებული დოკუმენტები დღეისათვის მოიცა უბრალოდ მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღეისათვის აღარ მაქვს უბრალოდ მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღეისათვის აღარ მაქვს ესე იგი წარსულში ქონდა კითხვას უსვა თუმცა ეს ხალხი ამ რეგისტრაციას ვეღარ გაივლის და იმ $500 დაეკარგა ტყუილად და წამყვანი ამ სამინისტროს თანამშრომლებს უგზავნიდნენ დარახველიძე რა თქმა უნდა ჩამოსვლის ნაცვლად რომ დახარჯოდათ $1500 და დაკარგოდა დრო გადმოურიცხავდნენ $500 ეხლა კითხვას ვსვავ საიდანაც მოდიოდა ეს თანხა იქ ვიღაცა ბანკში რო შედის რომელი ფილიალიც არის ხო თავის პირადობით ხო ადასტურებს რომ ის ფულს უგზავნის აქ ვიღაცას აქ ხო უნდა ეღო ის პიროვნება ვისაც უნდა ეღო პასპორტის გარეშე ხო ვერაფერს ვერ გააკეთებდა არა აი მალე მორჩევი რა აი 2 წუთით თას და უგზავნის იმეილს თავის ფოტოსურათს თავის პირად მონაცემებს და სამინისტროს თანამშრომელი მას სამინისტროშივე არეგისტრირებს ხოლო რეგისტრაციის გავლილი დევნილს როგორც რეგისტრაციის გავლილი დევნილს ის ადამიანი თუ არ არის ჩამოსული და აქ რეგისტრაციაა გავლილი სასაზღვრო ისინი რა არ მუშაობენ თუ საზღვარზე როგორც უნდათ გადავლენ გადმოვლენ და პირადობა არ იწერება დატოება თუ როგორ არის ერთი ვეკითხები მე ძალიან მაინტერესებს საზღვარზე არ ფიქსირდებიან თუ ყველა ჩართული იყო, ყველა სტრუქტურა იყო ამ საქმეში ჩართული. გამცეს ამ ადამიანმა პირდაპირ ხელს უადებ. დარახველიძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე. კიდე ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიმართავ. მოქალაქე არასამთავრობო ორგანიზაცია რო ჩამოაყალიბა. სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. რატო გაამართლა თავის განკარგულებით? გამცეს. გაყალბებულია. წვილებია, ეხლა მე თქვენ წაგიკითხავთ. სულ 2 წუთიც დამჭირდება, მეტი და აღარ შეგაწუხებ. აი ეს უნდა დაამტკიცოს სასამართლოში ამ ადამიანმა. ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის დასაბუთება, ამის მოუწევთ ამათ სასამართლოში. წერილობით ფორმით გამოძიებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. თქვენ ნახეთ, ყველა კანონქვემდანე ნორმატიული აქტი კანონს ექვემდებარება დევნილების შესახებ. და სადაც ყველაფერში ისინი არიან. და
მეხუთენა ორგანო უფლებამოსილი არ არის თავის გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული, შესწავლილი ადმინისტრაციის წარმოების დროს პირდაპირ მიუთითე გრიფის გარეშეში დარახველიძემ, რაც მოხდა, რაც გაგვიკეთეს, ის თქვა. ამის დოკუმენტალური მასალა არსებობს. სხვა რაღა ვთქვა, კიდე ერთს ვიტყვი, აქ კიდე არის ეს ადამიანი, აი როგორ ფიქრობს, როგორც იგივე გადაცემაშია, რაც თავარია ჩვენ ვიღებთ ღებულობ ზუსტ ინფორმაციას თვითონ დევნილებისაგან. საკმარისია გამოიკითხოს ანონიმურად, ოღონდ თქვათ, რამდენიმე დევნილი მიმდებარე მაცხოვრებელი, ყველამ ზუსტად ის ვის რა ქონება აქვს, ვინ ითი ცხოვრობს, ვის უკვე აქვს და კიდევ უნდა, ვინ უკვე გაყიდა, მეორედ გაყიდვას აპირებს და ასე შემდეგ. ქვეყნის კითხვებს ბადებს, სპეცსამსახური აქვს ბატონ დარახველიძე შექმნილი დევნილთა სამინისტროში? თუ მოსასმენი აპარატები აქვს უკვე დამონტაჟებული, ვიღაცას რო ბინა აქვს ნაყიდი, ხო ვთქვათ? საიდან იცის იმის მეზობელი ვინ არის თუ იმაზე არ არის გაფორმებული? საიდან იგებს? სპეცსამსახურები აქვს ამ კაც შექმნილი. ჩემს საქმესთან დაკავშირებით უარს მეუბნები აქვს, ყველაფერში მტყვანები არიან. გრიფის გარეშე არ უნდა ენახათ. მე უფრო უარეს გეტყვი, დევნილთა სამინისტრო წარმომადგენელმა ადვოკატმა, აი ხა მაქვს ამოწერილი. საკუთარი ჩემ დაზე მითხრა შენი მეუღლიო. მიწერია, აქ დოკუმენტები მაქვს, ეგრე კი საერთოდ ეს ხალხი რამე საკეთებენ საერთო? ვინ არიან მართლა? მართლა არა, ვინ არიან ეს ადამიანები? ფეოდალიზმი დააბრუნა ივანიშვილმა? კაცი მე იმისთვის კი არა ვირჩიე, რომ ვიღაცები თავზე დაეცვა და დარახველიძეებს და სხვა გვარებს კიდე რო იტყვიან განცხრომით ეცხოვრა. იმისთვის ავირჩიე, რომ ჩემი მსახური ყოფილიყო და ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მშენებლობაში მეც და სხვებსაც რაღაცა გავიკეთებინა. და ამას არავინ არ ეუბნება. აი ახლა მე ერთ რაღაცას ვიტყვი, რატო წავიდნენ სხვა ტელევიზიები? რუსთავიც, პირველი არხიც, მეორე არხიც რატო წავიდნენ? რატო? აქ ხო იყვნენ, ჩემ წინ ხო იყო. რატო წავიდნენ? რატო წავიდნენ? იცი ნაბრძანები აქვს ალბათ, მე ეგრე მგონია. ეს უკვე ჩემი აზრია და ამას ჩვეულებრივი სუბიექტური ადამიანის აზრია, ერთი ადამიანის, რომელიც გამწარებულია ამაზე, იმის აზრი, რატო წავიდნენ ეს ადამიანები? 25 სექტემბერს პრაიმ ტაიმში ჩემი განცხადება რო გავიდა და პირდაპირ თქვი, სააკაშვილის რეჟიმით სამდენილი სისხლის სამართლის დანაშაული ივანიშვილმა გაამართლა მეთქი თავისი განკარგულებით, თავისი ხელმოწერით. სამსამაზე მე ის დაიწყო. ზუსტად ერთი და იგივე დროს ექსპერტებს შეხვდა. ეხლაც აი არც ერთი ტელევიზია, ეხლა არის, ეხლა უფრო უარესი ცენზურა ტელევიზიებში. სააკაშვილის დროს კიდე იყო ორი გამონათება რაღაცა და ერთადერთი მე რასაც უყურებ, ობიექტივია, ობიექტივი რასაც ქვია, ობიექტური ტელევიზია. თქვენ ეხლა პრაიმ ტაიმი ვერ გადიხართ ეთერში, ასე რომ თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მადლობის მეტი რამე თქვის. და მადლობთ. და იმედია გამგები ამას გაიგებენ და სამართალდამცავი ორგანოები ამას დაიწყებენ მოძიებას რა ხდება. და ნაციონალები კიდე, ნაციონალური მოძრაობა, აი რუსთავი რატო უნდა წასულიყო, ხო? ერთმანეთის ისინი არიან. არა, მე რატო ვიძახი, უბრალოდ რატო წავიდნენ? ყველა ერთ თამაშს რატო თამაშობს? და გვასულელებენ თუ რა უნდათ?